გამოვედით დეტროიტში და ფსიქოლოგიურად უნდა გადავერთოთ უკვე ყველაფერი უკან და როგორც სპორტსმენები ემზადებიან უკვე სამუშაოდ, ემზადებით სამუშაო გარემოსთვის. ეხლა ცოტა ადრეა, არც ავჩქარობ, რატომ? იმიტომ რომ დილის 7:09-ია. ამიტომ ეხლა რო ტაქსი წავიდეს სწრაფად. შეიძლება ოფისში არავინ არ იყოს და მომიწიოს გარეთ ყოფნა. და დეტროიტი აქაც მაგრაცივა. ამიტომ ისე უნდა გავაკეთო ყველაფერი, რომ ნელა მივიდე. გარეთ არის -18 გრადუსი. როგორია -18 გრადუსზე გარეთ იყო? ამიტომ არ ვიჩქარებთ. გამოვიძახო ტაქსი, აბა როგორ ვიმე უკან შევა ძალიან ცივა, აქედან გამოვიძახებ ტაქსი. აქ დავდგები სითბოში და აქედან მოვა მერე ნახავ. Okay, thank you very much. Yeah, it's so cold. Yeah. We're going to Livonia. Yes. You have address, yeah? 31742. Yeah. Road is dry or wet? What was it? Road is dry or wet? Yeah. Dry? Dry, I mean, yeah. You're leaving here or another state? You're leaving in Michigan? No, from New York. Oh, New York. მამძონო ვერ გაიგო რა უთხარი, მაგრამ რასთავარია გზა მშრალია. всё, ეს კარგია. სისველი და სრიალი ჩვენ არ გვინდა. ჩვენ მამძღოლმა ინგლისური არ იცის და ამიტომ გავჩერდები და ვიქნები ჩემთვის. კომუნიკაცია არ შედგა. აი მოვედით ჩვენი როგორც ვიცი ჩვენი ჯორჯი აქ უნდა იყოს, მაგრამ ვერ პოულობ. რაღაცა ხარ გაუკეთეს. ამ მომენტს ძალიან ბევრი ჩვენი მეგობრები ელოდებიან ხოლმე. მაგრამ ვინაიდან ბევრჯერა მაქვს ეს მომენტი გადაღებული, შეიძლება ძალიან მოკლედ გავაკეთოთ ეს ყველაფერი, მაგრამ აგერ არის, ვიპოვე. ჯორჯ. მე ეს გაყინულია საწყალი ეს რა ხდება ვინ დაადო ესა 57112 როგორ ახლა ეხლა ეს ცოცხალი იყოს ხო ათამაშდებოდა ზაღლი და გულახდიად გითხრათ აი როგორც ცოცხალს ისე უყურეთ იმიტომ რომ ღია ყოფილა ჯორჯი როგორ ახლა აბა როგორც დავტოვე ისია სუფთად ვიმე თემი ბალისები და ყველაფერი რა მაგარია. მაგრამ გასაყიდვისად არის, გასაყიდვი არ არის. როგორ ახარ, როგორ? ეს დღეები სულ გაყინული იყო ახალი წლები ამ იმაში ეტყობა. მან პატარა მაქონდა ამას. და ხوار წაიყვანეს. ჩვენი ჯორჯი ისე მიყვარს, ფაქტიურად ნოლიდან დაწყებული ჩემი გაზრდილია უკვე ფაქტიურად 1 წელი ყავს ეს მანქანა რა მეგობრებო. ჯორჯუნა. მოდი ახლა მე. აქ პატარა ის ქონდა მაგას ხმა და ხوار გააკეთეს ნეტავი. ხმას უშვებდა. მაგრამ შემინახეს, ფაქტია რომ შემინახეს. მაგრამ ეს ვისია, ეს ვინ დატო? არ ვიცი. და დავსვარო ეს ყველაფერი. ყველაფერი ჩემი აქ არის შენახული. მაცივარი გაყინულია ყველაფერი. ბალიში დატოვებული არავის არაფერი ჩემ ხელშია ყველაფერი. კარგით მეგობრებო, ეხლა მე რას ვიზავ? ჩამოტანილი მაქვს ჩვეულებრივად უყოდ ჩუჩხელები, ჩირები და ტყლაპები მაქვს ჩამოტანილი. ერთი პატარა ღვინოც ვიყიდე, მაგრამ არ უნდა ოფისში გადაღება და
ეხლა წავა და ამ ამბებს ყველაფერს გავაკეთებ და ნელ-ნელა აჩვენებთ ამ მიმდინარე პროცესებს, თუმცა თქვენ ბევრჯერ გაქვთ ეს პროცესები ნანახი. აქედან გამომდინარე არა მგონია საინტერესო იყოს, მაგრამ ნუ მაინც თუ ახალი მაყურებლები ყავს, ახალი ფოლოვერები, მაგათთვის ასე ზედაპირულად ის ჯაჭვები ხო არ ინეტავი. ვინმე მხარ წაიღო. აი ზამთარია. კი, ჯაჭვები მაქვს. ისინი მაქვს. კამრებით ისინი ხო შევინახე იქით. კაი, ერთ სიტყვით ნელა ყველაფერს მოგიყვებით და თავარია ჯორჯი დახვდა. არავინ არ არის. არავის არ გამოუყენებია ჩვენი მანქანა. და შეუდგებით საქმეს, ეხლა საბუთებს გავაკეთებ და ასე შემდეგ. ჯორჯუნა, 26 ესეც გაუკეთებიათ. მონი მომიმზადეს ყველაფერი, რაც მართალია, ისე შევეჩვი ამ კომპანიას, უკვე მე რამდენი წელია უკვე დავდივარ, მე 5 წელი და კარგები არიან ეს ცოტა. კარგი, აბა ეხლა ნახოთ ამოვიტანო ჩემი ისინი საჩუქრები და მივუტანო გოგოებს. მე შუაში გასაღები ახლა გავახურებ. რომ იტყვიან სახში მოვედი. უბრალოდ მეგობართან, არა? მე მოდი ახლა ჩემი საჩუქრები ავიღოთ. ჩემი ტყლაპები და ჩირები აუტანო. ტყბილი ნობათი, ქართული ნობათი. და გავაგზავნო ჩვენი საქმე. ჯანცივ ავიღე და არა, საწყალი არ გიდა. ესე იგი მთელი დეკემბრის ბოლოს არ წამოვიდეთ. საწყალი ერთი თვე ამ სიცივეში დგას ჩვენი ჯორჯი. ეხლავე გაგახურეთ, მაშინ მოგიშვა. წავიდეთ მიუტანოთ. ოჯებს. ვინ არის არ ვიცი, Люночка, это ты? Как поживаешь? Ну, на работу пришли, да? Давайте. Что не Люночка? მაგარი გოგო ყავს ან ისეთი ძილობიანი გოგო. მაგრამ არა ვერ გაუწევ, კაცო შევარდე ძალიან. Ამდენი გოგოები ყავს იქ ერთი 6 გოგო არის. წავედი ახლა გოგოებში, ჩემი ჭერმეტყვილება და იუმორს გავქაჩა, ვერ გავქაჩა, მაგრამ კაი განწყობილება შევქმნი. გამოვიარე და შეუდგეთ ახლა უკვე მძღოლური ამბები. ეხლა მომწეს გასაღები და ან დაიქოქება, ან არ დაიქოქება. თუ დაიქოქა, ხო კარგი და თუ არა და მაშინ უკვე აკუმულატორით უნდა მოვიდე, იმიტომ რომ ერთი თვე იდგა და მოდი ვიქტორინა გავათამაშოთ, მეგობრებო. ჩვენი ჯორჯი დაიქოქება, თუ არ დაიქოქება. ვინ სწორ პასუხს იტყვის, იმას ჩვენი ტრადიციული ჩვენი პრიზი, ჩემი დაწერილი წიგნი ორეული. ჩემი ვარაუდი დაიქოქება, იმიტომ რომ ჯორჯი ისეთი მანქანაა, რომ არადროს არ უღალატია და ჯორჯუნა, აბა მთელი საქართველო გიყურეს, დაიქოქები თუ არ დაიქოქები. გადავწიეთ. რამდენი გრადუსია ნეტავი? -9. -9 თუ რამდენი? -9 იმითია კაცო. -9 ცელსიუსში. ალბათ 18 ვამბობდი. დაიქოქა მეგობრებო, დაიქოქა. ჯორჯი, ჩემო ჯორჯუნა. კარგი, ეხლა ძღოლები რო არ აყავთ ამათ, ძღოლები. ეხლა მთხოვე სხვა მანქანების დაქოქეო და აბა ნახოთ. აქამდე ჩვენი ჯორჯუნა გაცხელდება. ეხლა აქ უნდა ვირბინო, მაგრამ უარიც ვერ უთხარი, მაინც კომპანიაა და ამ სიცივეში. რაღაც მანქანის ნომერები მომწეს 80, რომელია, ეს 40980. აბა აკუმულატორთან არის გასაღები, ოპა, აგე.
საჩვენი ჯორჯუნა და სად ეს ახლა? ახლა შევიდეთ აბა როგორი სალონია ხა მას. არა სუპრა. ჩააცე საჩვენი ჯორჯუნაცი და სად ისა. აბა დავქოქოთ, აბა ეს დაიქოქება თუ არა. თუ არ დაიქოქებაო, მაშინ მერო ჩვენ მოვალთო და იმითიო. აქია. ასე ძახიან. მაგრამ იმით დავქოქავთ. აბა. ესე დაიქოქა. ამიჭირეს ეხლა მძღოლი და მაქოქინებენ ამანქანებს. ეს რომელია? 969. ეს არის 969. აგენ მეორია 979. 979 ჩვენი ჯორჯუნას გვერდზე დგას. ესეც ეთქმა დიდი ხანი იდგა. ნახოთ ეს დაიქოქება თუ არა. შეუჭვით გასაღები. მე რა ჭუჭყია ხა. ეხლა თქვა ცუდი მძღოლი ყავთ, მაგრამ გასიზა. ესეც მძღოლური წვიმანები კომპანიაში თუ მინდა კაი ურთიერთობა დაამყარო, ასე რაღაცეებიც უნდა გაუკეთო. აბა დაიქოქება თუ არა? ესე დაიქოქა. კარგია. ნიტრე კარტებზე ვარ მოსული. მერი წვიან შევდო რა. ვერ დაქოქავ. და ბოლოს დამჭა ესა. რომელი მანქანა ერთი აი გასაღები მომცეს და ნომერია 969. 969. მოდია ვიქტორინა მეგობრებო. ბოლო მანქანა და ამას დავქოქავ თუ არ დავქოქავ? მე რას გავს ახაურობა. აი ეს არის რა. ნახეთ. მე არიო საღორია რა, ვინ იყო ეს ღორი? აი ჯანდაბას ახლა შემოდი ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ეს ან დაიქოქება ან არა, ეს რა გაუტეხია ეს რაღაცას. ეხლა წარმოიდგინეთ მანქანას უქირავ და აი ასეთ მანქანას რომ მოგცემენ ჭუჭყიას. ამა დალაგება არ უნდა? სუნი დღეს იმისთანა რომ მოდი დავქოქო და მე ჩემი ვარდებულება გავაკეთო და რაც უნდა ის გააკეთე. ესე დაიქოქა. ასია თუ ისე კომპანიისთვის კაი ფეხზე ვარ მოსული და ვერ იტყვია რომ ვერ დავქოქეთ მანქანები. კაი, წავიდეთ ახლა ჩვენ ჯორჯს მივხედოთ. მანქანაში კაი ცოცხი ქონდა და ამ ცოცხს წავიღეთ. ბოლოს ამ ცოცხით ეს თოვლი მოვაშოროთ. ჯორჯუნა მოგივიდათ მაგას. გაცხედება და ყველაფერს ესეში მოვიყვან. სამაგერად ეს დავითრიეთ ცოცხით რა ქვია და რაში და ეხლა წავა სხვა რაღაცას პუნქტი. აქამდე გახურდება ჩვენი ჯორჯიც. ტემპერატურა რა ავიდეს მაგრამ ელები გამეყიდა. შევუდგეთ, ალბათ 1 საათი ვიტრიალებ, რომ სანამ წესში მოვიყვან ამ მანქანას და მე ტრაილერიც უნდა ავიღოთ. წვიმანები არა მეგობრებო, წვიმანები. ხელები გამეყინა რა. ავიდე ხა. ამასაც ცოდნა უნდა რომ ესე იგი ხეთათმანები, კაცო, ხეთათმანები მავიწყდება. ახლა პატარა საწყობი ვითავთ ამათ და ეს არის ხო. რაღაცები ხო შევინახე მაშინ და ჩვენი სტილები ხო არის ასაღებია. აი მაშინ აქ შევინახე. თუ არ მოიპარეთ ზღურება მაწეს და არ უნდა მოიპარო. რაც შევინახე. აბა
ეს გახსოვთ? ხო, არა, ყველაფერი ადგილზეა. ყველაფერი კარგი სვაგა. ეს ჩემი ცუცხი. ყველაფერი ადგილზეა. აი ამას გადავიტან ყველაფერს. ყველაფერი ადგილზეა, ჩაქუჩი, სტრეპები, ხეთათმანი, ეს ცოცხები, კობრიკები. ეს რა ქვია, ამას მანტიროკა. კარგია, დადებითად რო იწყება დღე. ამ მახსოვს პირველად აი ჯარში ვიყავი და 19 წლის ვიყავი, მაშინ 18 წლის და ხოიცით ეს სპეციალური ფორმა მქონდა იმისი ჯინსები და საროჭკა და საღამოს უკვე ის რო იყო ხოლმე რა ქვია იმას. ათბოი გამოვიცვლიდო ხოლმე და მე ქალაქში შეინელდი ხოლმე და ვიხაროდა ხოლმე რა და ერთ დღესაც მოვედი და სადაც მალავდი რა. და ხედავ არ ჩავარი არ ბოტასები და ეს ვაიმე ისეთი ცუდი შეგრძნება დამემართა ესე იგი ვიღაცა მომპარა და აი რომ მოგპარავენ აი იმის შემდეგ აი ძნობა მომყვება ხოლმე და ეხლა რომ მოვდიოდი ფიქრედი მეთქი რამე ხო არ მომპარეს მეთქი მაგრამ არა ყველაფერი კარგად არის ჩვენ და საბედისწერო და ჩვენ და კარგად არაფერი არ მოგპარეს ყველაფერი ადგილზეა აი დავით ეხლა გადავიტანოთ ეს ყველაფერი დადებითი ემოციებით და პოზიტიური ენერგიიდან გამომდინარე ეხლა ყველაფერი გავამზადეთ მაგრამ ეხლა რატო ღელავ ჯაჭვები არა მაქვს რომ დეკემბერში რომ მოვდიოდი ჩემ მეგობარს მივეცი რა მეთქი ზამთარში ან ჩამოვარ ან არ ჩამოვარ მეთქი და ეხლა როგორ გინდა თოვლიან ამინდებში უჯაჭოთ იარო ამ ოთი შეკვეთები არის ხოლმე ისეთი მომენტები რომ ჯაჭვი უნდა გააკეთო ან პოლიცია გთხოვს და ეს პრობლემა აქვს ეხლა მოსაგვარებელი ეხლა აქ თუ ვიპოვე რამე ჯაჭვი კარგი იქნება და თუ არა და ახალი სყიდვა ნახოთ ეხლა ეს პრობლემა ჩვენი როგორ გადავჭრით აი აგერ კი არის ჯაჭვი მაგრამ ისი თან ჩვენ გვინდა თუ კალიფორნიაში მოხვდით 6 ჯაჭვი აქ ესეც თითო ჯაჭვი წყვილი ჯაჭვი ეს $150 თუ უფრო არ გაძვირდა კიდევაც და ეს ჯაჭვი ეს სიტყვი ჯაჭვები არა გვაქვს და ისეთი ამოცანა გვექნება აი აგერ არის რაღაცა ეს ჯაჭვები არა ეს ის დასაბმელებია ეს ფლეთზე რო დადიან ხოლმე რომ აბავენ ხოლმე ეგ მომენტია და არ მინდა $150 გადახდა ნამდვილად არ მინდა აი ეს 6 წვილი გინდა 6 არის $700 უნდა გადაიხადო ახალი ჯაჭვები რო იყიდო აი რაღაცას მოვიფიქრებთ აი ჩარტო ბორნიკი არ გააფუჭოს გათფოს ამაიდამაც ახლა ეს თოვლი მოდის ეხლა წავიდე დრაგ ტესტი ანუ შევამოწვა სამედიცინო შემოწმება ყოველ წასვლაზე უფრო სწორედ ყოველ მოსვლაზე რო იწყებ მუშაობას უნდა გაიარო დრაგ ტესტი ანუ შეგამოწმონ შარდი და მთელი ამბები თორე სხვანაირად არ გაგიშვებენ სამუშაო წესია კომპიუტერში შეიტანენ ამ მონაცემებს და არ შეიტან და დარღვევა იქნება აბა ჩემო მეგობარო როგორ ახარ აი წავედი ახლა იქით ამაჩერის კიდე გახურდება და გათვი აბა გათვი ჯორჯ გათვი ხეთათმანები ვიპოვე იქა და უკვე ცოტა მომეშვა მაგრამ აი ცივა იმალი მეგობრებო, მოდი მე დავლაგდებ და
დავალაგებ, უკვე მე ტრაილერსაც მივაბა, იმას მივაბა და მე ბოლოს სიტყვას ვიტყვი. რამდენს ვიხდით, როგორ ვიხდით და მე უკვე გავაგზავნოთ ჩვენი ვიდეოები. ეს პირველი დღე არ მიყვარს ხოლმე რა. ერთად ეხლა სამედიცინოზე უნდა წავიდე. მე ტრაილერი უნდა მივაბა. თან ეს უნდა დავალაგო, თან გინდა ყველაფერი მოვასრულო. ეხლა შეიძლება ვიღაცის ეს მომაბეზრებელი იყოს, მაგრამ ჩვენ ხო შევთანხმდით, რომ მე ყველა ჩემ ფიქრებს და წვიმან აზრებს, რაც მოდის ხოლმე ამას გაგიზიარებ და ეგ არის რა. მუშაობა ფიქრებთან ერთად. მანქანასაც ეჩვევი, გადაჩვეული ხა ფაქტობრივად ერთი თვე. ყველაფერი ერთად წავედით, ეხლა სამედიცინოში ვამოწმოთ. აი თოვი ნახოთ არ გქონდა. Turn right toward Enterprise Drive. Then immediately turn left onto Enterprise Drive. მარგარიტა ჩაერთო. ჯორჯი ფორმაშია, ფორმაში. Head toward Plymouth Road. At the stop sign, turn left onto Plymouth Road. ჩრდილოეთი შტატები მაინც თავისაშვება. თოვლი. კარგი იყო პირველი დღე თოვში არ ყოფილიყო, მაგრამ რას? მოვედით ახლა სამედიცინო იმაზე, რაც შეიძლება მალე უნდა მოვიშოროთ ეს ყველაფერი, რომ თოვლი მატულობს და ჩვენ არ გვაწყობს ეს ცოტა ის რო არის, რა ქვია, ჯაჭვებიც რო არა გვაქვს, აი ცოტა მაგი მადარდეს, მაგრამ რაღაცა იმედიანად ხარ ხოლმე რა, ჯაჭვები რო გაქვს, ანუ გაიჭედო არ გეშინია და აბა ბოროზა. ეხლა რო გაიჭედო სადმე, მერე უკვე იმედია ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ რაც დავიწყეთ ყველაფერი კარგად მიდის. სადა ჩვენ ლაბორატორიის ის ადრე ვარ ნაყოფები. მოვედით და წავედით ამ სამედიცინო ოფისში. თავარია გადაჩეული ვარ ამ თოვლებს და როგორ არის ხოლმე არ მოგესიალდეთ, მაგრამ ჩემ აქამდე ჯერ ძრავას დაქუქის დაკტოებ, რომ კარგად გახურდე. წავიდე, ჩვენ კიდე გავაგზავნოთ ჩვენი წვიმანები. პირველი დღის რუტინული საქმეები. ავიღეთ ეს საბუთები რომ გავიარეთ და გავარდით ეხლა. თოვლო ნუ მოდიხარ რა. არ გვინდა რომ თოვლი იყოს. წავედით ეხლა მივხედოთ. ჯორჯ. როგორ ახალ ეხლა სათა ხარ ჩემთან მუშაობას რომ დავიწყოთ ერთად. სპარაგზა ხა რა. წავედით ოფისში ეს ფუცელი მივცეთ და მე მივაბა ტრაილერი. ეხლა მოდი მივიდეთ, აი ტრაილერი უნდა მოგცეთო და მოდი ჯერ ტრაილერთან მივიდეთ და მერე საბუთები მივიტანოთ ოფისში. მინდა მოვასწრო სანამ მაგრა არ დათოვა ყველაფერი რომ წესებში მოვიყვანოთ. ახალი ტრაილერიაო 379. ესეთი მობრით არის 379 აბა სად არის? აი 379. მოდი აბა შევამოწმოთ ეხლა ყველაფერი. თავარია
ბორბლები იყოს კარგი, ანუ საბურავები. კი გვეუბნებიან კარგიაო, მაგრამ ხო იცი? რუსებს აქვთ ასეთ გამოთ დავირაი, ნუ პრავირაი, ენდე, მაგრამ აინში მოწმო. ეს ანტა ოქოკე არ გაჩერებულა. აბა 379 შეხარ ძმაო. აბა ხა ნახოთ. როგორი ბორბლები გაქვს. საბურავები კარგი უნდა იყოს თორემ. გაგვაწაროს ეს რუსნები და ეს არ გვინდა. ხო, ნორმალა. არა. მეგობრებო, რას მეთქი? ცუდი არ უნდა იყოს, რა. ხო, არის ეს ახალია. აბა იქით შევხედოთ, აქ ქვემოდან გარემონტებულია, იმიტომ თქვა, კაი ტრაილერია უნდა. ნახოთ, აბა, ნახოთ, აბა, ვინახი. აქეთ, ო, კი, აგერ ახალი ეს არის, საბურავი უკენია, ეს ახალია. ის კარგად არის. მე არ იყოს გატეხილი, მე არ დამაბრალო. აბა შევძრა ჩიგნით. ეს პატუშკები როგორ არის? არა, ცუდი ნამდვილად არა ახლა, ესეც ახალი საბურავი, ესეც ახალი საბურავი, ესეც ახალი საბურავია. ამით კი მეყოფა. აქეთ რა ხდება? ეს უთხდებათ ხო? ის მაგარი არ დააყენეს ეს. ხდება ხოლმე და მაგაზე გახსოვთ როგორ ვიწვალი ადრე. ოკეი. აბა ხა შიგნით შევიდეთ. წიმა ხო არ ჩამოსდის. ო, კაია, სულთად კი არის, მაგრამ ხა შევიდეთ შიგნით. ხა სიგნალი რო იყოს. აი ეს ხრელებს ვამოწმებდა ხოლმე, გახსოვთ მეგობრებო. ოი პრობლემები შეიმიქნეს. ახალი არა. ნორმალური ჩანს ახლა, რა ვიცი. არა მეგობრებო, როგორ ფიქრობს? ახალი ჩანს პირველად. არ იყოს სადმე გატეხილი, მაშინ ხა ვიწვალე ხო მინდა ახრეტები ფოსოვეთ. არა, გონი ნორმალურია. არ დაეწუნება. პეტრეზე. იატაკსაც უნახომე შემოწმება ზოგჯერ არის ხოლმე რომ გახრეტილია და მაგალითად მე წყალი ამოდის ხოლმე და ასვენებს თვლის. არა, ნამდვილად არ დაეწუნება არაფერი. ისაც აქვს ფართუკიც აქვს საჰაერო. წავით ტყეში შეგვიძლია თავისუფლად დავაბათ. ანჩენი მუშაობაში გამოჩნდება რა. ეს მუშაობს ნორმალურად გარმოშკა. ნორმალურად. აი, მოდი მივაბოთ. აკრეძინა როგორ არის? საბუთები არის. ოკეი. ავიცი, აბა ძმაო. ენდობით, ეხლა შევაბათ ეს ჩვენი მანქანა. დადებული ახლა. ამას გავწმინდა. ერთი თვე დგას, აბა დაგროვდა თოვლი. ბორბლები კარგია. საბურავი გუფოსობს. ჯორჯ, ჩემო ჯორჯი. გამუშავო. სულ უიდა ვაის გავიძახი, სიცივისგან. მოწესიკდები და მე რო იტყვიან ძლებს გავითხოვ, ძლებს. ვახვედრო ჩვენის ნელა დავსვათ ტოჩკაში ჩავსვით შევამოწმოთ მაინც თოვში ხო კარგად არის
ეხლა ესენი დავამაგროთ, ეს დავამაგრეთ. ეხლა ეს გარბოშ გავუწიოთ. შუქები აქ, მაგრამ პავაროტნიკი შევამოწმოთ ერთი. ეს უნდა შემოწმოთ ყოველთვის, რომ პოლიციამ ამ სადმე ძალიან ამოწმებენ ახლა ყველაფერს. ეს ბოლომდე გასაწერია ჯერ. რა უშავს? ეს მუშაობს. ახლა მარჯვენა შევამოწმოთ. ანათებს წავით ახლა ეს ტრაილერი წინ გავწვით. თან ტრაილერის იმასაც შევამოწმოთ, კარგად მუშაობს თუ არა. ხაერი აისოს იქარა. ესეც ავწიოთ. ახლა მეგობრებო, სუფთა მძღოლურ ამბებს ვიღებ რა. ჩვენი ვიდეო რგოლები ხომ მძღოლობიდან დაიწყო, მერე დავიწყეთ უკვე ლიტერატურიდან იმაზე ფილოსოფიაზე საუბარი. ამიტომ ის მაყურებლები, რომელიც ელოდებიან მძღოლობის ამბავს, ეს ამბავი ვაჩვენოთ. ეს წინარი გამოწვეული და ჩვენ გვინდა რომ ეს როგორ მუშაობს, აბა. ხედავთ? არ არის კარგად დაგროვებული ხაერი. მოდი დაველოდოთ, ესე იგი ხაერი კარგად დაგროვდეს ჯერ. ამათ დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ დატვირთვა გადმოტვირთვის დროს ხო აქსელებს წევთ ხოლმე და მაგით თუ გაფუჭებულია არ გვაწყობს და ეხლა შევამოწმოთ ყველაფერს, მაგრამ ეს ახლა მაგას უნდა რომ ჰაერი დაგროვდეს კარგად. წნევა ავიდა, წესით უნდა იყოს დაგროვილი ახლა. ხო, ჩვეულებრივად გავიდა ეს საშტირი, ეხლა ამას გავასრიალებ. ამას ახლა დასამოყამებელი იქნება ფაქტიურად. კაი, გავწიოთ ახლა. გაიწიოს. კი, გაიწია თავისუფლად. ისე მივიდა ბოლომდე, ახლა ამას ავწევთ. იცით ხო მეგობრებო, ესე. მერე ისე ჩავწევთ. ამას წინ გადავწევთ და უნდა დაждდეს ქვედაწინა. შო ჩაჟდა. შევამოწმოთ, მაინც ახალი ტრაილერი რო არის, რო არ ვიცნობ. თავისი მუღამები. ოკეი, მეორე დაждდა. სიტყვით. აგინას მართალია, კაი ტრაილერია, ცუდი ნამდვილად არ. ეს ავიღოთ. ტრაილერი მაინც გავამზადოთ, უშუალოდ თუ ტვირთზე წავიდე, მაგრამ ჯერ ტვირთამდე რო ეს მოვიშორო ეს ტრაილერის ამბები, ყოველთვის ტრაილერში სტრეპები უნდა ქონდეს დამაგრებული. ეს დავამაგროთ, ოკეი. ეს ასე დავამაგრეთ, ეს ზათ უნდა იყოს. ესე ზათ არის. ეხლა რა ხდება მეგობრებო? დისპეჩერია დადარაჯებული, ეხლა ერთი სული აქვს რომ დაურეკო და უთხრა რომ ისა მომეცი ტვიტი, მაგრამ მე როგორ ვაკეთებ, იცით, როგორ ვაკეთებ? სანამ არ მოვამზადებ, კარგად მანქანას გემრიელად არ მოვამზადებ, არ ურეკავ ხოლმე რა. იცი ხო ეხლა მე აი თვითონავდა უკვე ტვიტი ზათა გვაქვს, მეთქი არა, მე სანამ კამათი მომსვლია ხოლმე რა, თვითონავიდან არ ჩამოსულ ტვიტს გაძლევ. სანამ მანქანას არ შეამოწმებ, სანამ გემრიელად არ მოждდები. სად მიდიხარ, სად გავდიხარ. და ამიტომ არ ურეკავ. ამდენ რაღაცა წესებში მოსაყვანე. ეხლა ის ნოტბუქი უნდა შევაერთო. მე კიდევ ჯერ არ მაქვს დალაგებული, მაგრამ იქიდან ინჟინერი მოვიდა, ხო არ წახვალ შეკვეთაზე მეუბნება. მეთქი თავი დამანდება. მუშა ნახეს, მუშა ვირი და ეხლა ერთი სული აქვს, ფული გააკეთო, მაგრამ ჩვენ გვინდა მაგისთვის, ჩვენი საქმე გვაქვს. ეხლა უნდა გადავიღოთ ჩემი მანქანის ყველა ნომრები. ნელა მივწერთ. ალის ნომრები, ეს ყველაფერი უნდა იცოდე, სულ გეკითხებიან ხოლმე. ეხლა ტრაილერთან ერთად გავატარო კიდო ესა. მაინც თავისი მუღამია, ხო? მეგონი რო ხარ. მაინც
მაინც უფრო სანამ შენი გახდება შენ დაამუღამე ტრეილერს უბრალოდ სანამ გაიცნობ რა კარგად კი დადეს დავაყენოთ უკან ისევ და მიხედოთ ლოგბუქის დაყენება და დაპროგრამება დაგვიდება. ვიწყებთ ახლა ყველაზე თავის ტყივილის ამბავს. ელექტრონული ლოგბუქის მანქანასთან შეერთება და მთელი ამბები რა ის. რომელიც ჩემი სუსტი წერტილია. ის უნდა შეაერთო მე გადაერთო შეგაროჩი რა ის ონლაინი მთელი ამბები და შემოწმება რომ და თელესოფლიოსიდან რა ქვია ეს რომ მიდის ეს ტენდენცია რომ ყველაფერი და გაკონტროლდეს ტრეილერის ზოლებიც არ არიან გამონაკლისები. გამოწმებენ ყველანაირად ამ ონლაინის და კომპიუტერის საშუალებით. არ გააკეთებ და არ გამუშავებენ. ეს მართული შევაერთე მოტორის იმასთან და ამით უკავშირდება მე ეს დიოტის და მთელი ამბები რა. ეს არის ყოველ ჩამოსვლაზე სულ სწავლა მიწევს. ხან ერთი კნოპკა შეცვლია, ხან მეორე პროგრამა შეცვლია. გაიგე რა არის რა. თქვენ მიცნობთ მეგობრებო, მე ხო აი წუწუნი არ მიყვეს, მაგრამ აი ეს არის სულთა ტვინის ბურღვა რა. ეხლა შევაერთე. სად შევიდა რაღაცა ეძებს პროგრამას. ადრე 10 წლის წინ 5-6 წლის წინ, ხო, 10-7 წლის წინ ქაღალდებით წერდით ხოლმე და ადვილი იყო და უფრო ადრე ვაფშე არავინ არ წერდა. დაიწყეს ქაღალდები და ეს პროგრამები რო შემოვიდა, გადაიწვება, გადმოიწვება, მე უნდა შეხვიდე მთელი ახალგაზრდა თაობიც ეს ვითომ არაფერია, მაგრამ ახალგაზრდა თაობაზეც არ არის, იცით, ეთქობა ჩემი შინაგანი ბუნებაა, რომ აი რაღაცაზე რო ხარ დამოკიდებული, თავისუფლების იმას ვკარქავ და ეგ მომენტია რა. რაღაც პროგრამა უნდა შევიდეს. ნახოთ რა ხდება. რაღაცას დავაჭირე და აბა შევა connecting to server. Do you like fun? Tell me baby რა this is. Using data. მე მთელი უბედურება ის არის, შენ ხომ ძღოლი ხარ, ახლა ამ ხელა მანქანა მიყავს ეს პროგრამისტები ზიან იმაში, ოთახში, კომპიუტერში და იქიდან მე ბრძანებებს გეუნებიან. და მიდის მაგაზე სულ დავა რა, ამ ძღოლებსა და იმეებს შორის. ამ პროგრამისტებს შორის რა. მეუბნება connection, აბა დავაჭირე connection. არ მინჯერებს, ეხლა გავაკეთო, აჰა. Connection. და ასე ჩუმი ბრძოლა ამ პროგრამისტებსა და მძღოლებს შორის და მეც მაგათ შორის მეც მასე ვარ რა. აი ხომ და ხუთი არ შედის connection, ხომ და დავრეკო რა ხდება filter, selector. არ შედის და აჰა მოკალე. შევიდა. ინტერნეტი ეს არ არის დაჭერილი ინტერნეტი. Connected. ეს ხوارი ყვითელი, უნდა იყოს წვანი. Remaining. ცოცხალი თავით არ შედის, ესე იგი. უნდა დავრეკო ეხლა. იმ გოგოსთან ვინც პროგრამისტია, მე იმ რაღაცა უნდა მითხრას, მე არ გამომდის და აი 5, 10, 15, 20 წუთი ჟრობჯარი ხოლმე მთელი დღე მიდის ამ პროგრამის დაპროგრამება რა. როგორც იქნა დავაყენეთ რა. ესე იგი 15-20 წუთის პროგრამისტებს ეძახიან, ხო? პროგრამისტებთან საუბრის შემდეგ როგორც იქნა ეს დავაყენე ეს პროგრამა და არ არის გამორიცხული მე სიარბლუის დროს და იმის დროს
პრობლემები შემეფრა. მაგრამ ეცინებათ ხოლმე როგორ რა არის როგორ მოაგვარეო ყველაფერს აგვარებო და მეუთხარი ადამიანებთან ვაგვარებ ურთიერთობას, მაგრამ ამ ტექნიკამ ხო ტვინი შემიჭამა მეთქი და ნუ ასე. თავარა ჩვენ არა ვარდეთ და მივხედოთ ჩვენ საქმეს. კარგით, ეს ეხლა ასე დავაყენეთ. ეხლა ვიწყებ უკვე დალაგებას ოთახის მოწყობას და როიტყვენ გემოზე დალა. ოი, სულ დამავიწყდა. ეს ამათ მისატანი ეს ქაღალდი. და მე მოვალ და ეს ყველაფერი დასალაგებელი მაქვს. როიტყვიან ოთახი უნდა მოაწყოთ, ეხტად გემრიელა და როიტყვიან შენ გემოზე. ეს არის აი პირველი დღის აი ყველაზე რუტინული და ყველაზე როგორ გითხრათ აი მოსაბეზრებელი საქმე. მაგრამ ჩვენ როგორ ვამბობთ სხვა გზა გვა აქ. არ გააკეთებ და გეტყვიან წადი ძმაო წადი. ავიდეთ ახლა მივიტანოს ეს აბუთები. რა ვიცით, მოდი დავიხურებთ. მზეა მოდის. ეს კაია, კაი. არ გონი ყველაფერს ნორმალურად მიდი ჩვენი საქმე. რა ცოტა დალაგება მოგვიწეს. არა შეიძლება წავიდეთ იქით. ჩვენი ჯორჯიც გახურდება. როგორც იქნა დავნაგდი რა. ეს პირველი დღე არის ყოველთვის ძალიან ისეთი რა შრომატევადი, მაგრამ მე რომ მოждები და უკვე გემრიელად რომ დაждები და მე რო ვაწყობ, მე რო უკვე ადვილია. მომიტყვიან სამუშაო ფორმაში ჩავჯექი. ეხლა სანამ ერთი 50-60 მილს არ გავივლი და სანამ კარგად არ დაждები რომ იტყვიან, აი მანქანას კარგად არ იგზნობ, მაქამდე კიდო ისე ხარ რა. არა უშავს, ეს არაერთხელ გაგვიტარებია და ეხლა ჩვენ ეს ასეთი ვიდეო ხშირად აგვაქვს, ნათქვა ისა ნანახი და ეხლა იმიტომაც რა ვიცი ხარ ვარ მობეზეს ჩვენ მაყურებელს აი ესეთი სიტუაცია. და სანამ ვიდეოს დავამთავრებ, მაინც მინდა ერთ-ერთი მთავარი ძირითადი თემა არა, უბრალოდ ვიცი რა ბევრი ადამიანი ამ შემოსავალზე ხელფასზე და იმას იტყვის რას ვაკეთებ აქ და მეც მოკლედ ვიტყვი რა ხდება. ტრაილერების ზღულის შემოსავლის ამბავზე და რა პრინციპით მუშაობ. ერთ სიტყვით ვიწყებთ მუშაობას და უბრალოდ მოკლედ გეტყვით რა. ესე იგი ტრაილერზე რომ მუშაობ, რამდენიმე ვარიანტია რა. არის მომენტები რომ მაისში გიხდიან 60-70 ცენტს, რამდენსაც გაევლი, ისე უნდა იანგარიშო. თქვა გაიარე 500 ცენტი, ისა 500 მაილი, 500-ზე 70, $350 გექნება დღეში. ბენზინზე, საწვავზე იმაზე შენ არ ნერვიულობ. მეორე არის პროცენტული, ანუ გროსი კვირაში რამდენსაც გამოიმუშავებ, თქვათ ხო შეკრიფავ, თქვათ გამოიმუშავე 7,000, 5,000, 6,000, 10,000, იმის 30%, თქვათ 10,000 იმუშავე ტვირთების ფასების მიხედვით და 30% გამოდის $3,000 კვირაში. და მე პირადად ლიზინგს ვეძახით, ანუ ჩვენ ამას არის ქირავ მანქანას. ეხლა ეს ჩემი კომპანია, ეხლა ეს მანქანა ხო ნაქირავებ, ყავს ჯორჯი. ჩვენ ხელშია ეს ყველაფერი და ამას ეძახიან ლიზინგი. აქ რა პირობებია, ესე იგი მანქანას ქირავ $850 კვირაში, საწვავი, ტოლები ჩემი ხარჯია, თუ საბურავი და ის გაგისხდა ესე ჩემი ხარჯია და კომპანია რომ აძლევს საქმეს, იქიდან იღებს 18%. ამას ემატება კიდო რამდენ მაილსაც გაევლი, იმდენ 15 ცენტს იხდი და საერთო ჯამში სადღაც ხარჯი, აი მაგალითად თუ გროსი რა არის, გროსს თუ გააკეთე, მაგალითად ეხა პროცენტულად ხო ვთქვი, პროცენტულად თუ გააკეთე შენ თქვა 800 გროსი, ამას ყველაფერს ხარჯებს გამოაკლებ და რაც დაგრჩება, ის არის შენი მოგება. ესე იგი სადღაც კვირაში ხარჯი არის, სადღაც თავის საწვავიანა, თავის 18%-იანა, თავის რაღაც პატარა იმებით $3,000-დან $4,000-მდეა ხარჯი. ეხლა თუ გავაკეთე $7,000, ნუ ტვირთების მიხედვით თუ მოვაგროვე, ნუ 7,000 გამოვაკლე 4,000, 3,000 დაგრჩება. არის ხოლმე მომენტები, მაღალი ფასები არის, დაბალი ფასებია. უბრალოდ ლიზინგი იმიტომ არის, ზოგს იმიტომ არ მოსწონს, რომ გინდა არ გინდა, შენ რახან ქირავ ამ კვირაში $850 იხდი,
გააჩერებ მანქანა და დღეში გამოდის $130 გადახდა და ამიტომ სულ ფორმაში ხარ. ჩემ შემთხვევაში ზოგი იტყვის რატო არ მიდიხარ პროცენტებზე, იმებზე და მაილებზე და ასე შემდეგ. უბრალოდ მე ნებისმიერ დრო შემიძლია გავაჩერო და ფასები არის ჩემზე დამოკიდებული. მომეწონება ტვირთის ფასი წავალ, არ მომეწონება არ წავალ და აი ესეთი კომპლექსით ვცდილობ რომ კვირაში რაღაც რაც შეიძლება მაღალი ფასიანი გროსი, ანუ ჭუჭყიანი ფული გააკეთო და მე იმას გამოვაკლებ. ასევე შენზეა დამოკიდებული სადასხავ საწვავს, რამდენს ასხავ და აი ეს პროცესია რა. ისე თქვი თუ ასე თქვი, ყოველთვის უნდა შეეცადო რომ მაღალ ფასიანი ტვირთები აიღო. აქ არის ცუდი მომენტი ისიც რომ თუ ამინდმა ან რაღაცა ამინდის გამო გაჩედი, ესეც უკვე ქირავებელს არ აინტერესებს. ეხლა ისმის კითხვა, რატო ეს ლიზინგი? ნუ არ ვიცი, ეხლა მე მაგათად ეს კოლექტივი ძალიან კარგია და უფრო შედარებით თავისუფალი ხარ რა. უბრალოდ შენ უნდა შეეცადო რომ იმ ხარჯებზე მეტი გაიარო. რაც უფრო მეტი გროსი იქნება, უფრო მეტი შემოსავალი გექნება, რაც უფრო ნაკლები და ნუ უფრო ლავირებადი ხარ. თუმცა ლიზინგს და ქირაობას ისე აქვს ცუდი რომ სულ უნდა იმუშაო, რახან შენ გაჩერდები თუ არ გაჩერდები გადასახადი და მაილებზე და პროცენტებზე უნდა ბევრი იარო. ეხლა მე მაინც ხო იცი როგორ მიყვარს ჩემი თავი ფიზიკურად ვარჯიშობ და რაღაცა და ამიტომ მირჩევნია აი ამ სტილის სამუშაოზე ვიმუშაო. და მით უმეტეს 2-3 თვე კი გაუძლებს ადამიანი. აი ეს არის მთელი ამბები რა. ეხლა რატო წამოვიწყე ამაზე საუბარი, იმიტომ რომ იქნება კითხვები, რამდენს აკეთებ, რამდენს გიხდია, როგორ გიხდია. მე ისე და ისე ვამბობ, არავინ არაფერს არ მიხდის, მე თვითონ გამოვიმუშავებ ჩემ შემოსავალს. მოკლედ და კონკრეტულად ჩემი ინტერესი რაც უფრო მეტი გროსი იქნება და იქიდან გამომდინარე გადავანაწილებ მოგებას. დანარჩენი უკვე როგორ თქვა გამართლებაზე, ამინძზე და რავი სიტუაციაზეა დამოკიდებული. რატო თქვი ეს, იმიტომ რომ ჩვენი არხი მოგეხსენებათ, მეც მინდა რომ უფრო შემეცნებითი, უფრო განვითარებადი, უფრო საინტერესო იყოს და ნამდვილად მოსაბეზრებელია, რამდენი გაქვს შემოსავალი, რამდენიმე შემოსავალი, ნუ კაი გითხარი, აი ასე ვაკეთებთ, ეხლა მაინდა-მაინც იმას მომათქმევინებენ ჯიბეში რამდენი მიდეს რა და რა ვიცი, სისტემა ჩამოვაყალიბე და ამ პრინციპით მუშაობს. დანარჩენი ეხლა გონია სათქმელი, ვისაც აინტერესებს, გაიგებს, რაც ვთქვი და დანარჩენი უკვე ჩვენ ამბავში მივაწვეთ საინტერესო, შემექცნებითი, ფილოსოფიური და იმდენი სალაპარაკო გექნება, იმდენი ფიქრები გვექნება ამ სიარულში და ამ მუშაობაში, რომ იმედია საინტერესო საკითხებზე და საინტერესოდ გადავწყვიტავთ და რაც თავარია ჩვენი არხიდან გამომდინარე ჩვენ უნდა დავმოხდოთ ადამიანები დადებითად, უნდა მოვამზადოთ ცხოვრებისათვის, როგორ უნდა შეგვეშინდეს და უბრალოდ უნდა ვიცხოვროთ გემრიელად და კარგად. უფალმა ადამიანი ბედნიერებისთვის შექმნა და რატო არ უნდა ვისარგებლოთ ამით. ვისარგებლოთ, მით უმეტეს გვაქვს გონება, გვაქვს ჭკუა, გვაქვს სურვილი, გვაქვს პოზიტიური მომენტები და შევუდგეთ. ეხლა ვიდეო ვარ გაგვიგრძელდეს, აი იმით დავამთავრე ამ შემოსავლით და დანარჩენი უსურვოთ ჩემ თავს, თქვენთან და პირდაპირ მე კიდევ თქვენ გეუბნებით მეგობრებო, რომ მარტო არა ვარ ეს ისეთი სამსახური, რომ გინდა არ გინდა მარტო გიწევს სიარული და თქვენი საშუალებით და თქვენთან დისკუსიიდან გამომდინარე კომენტარების საშუალებით და უბრალოდ ურთიერთობა რო გვაქვს, ეს ძალიან კარგია ჩემთვის და დანარჩენი ნახოთ. მაისამდე მოგვიწევს მუშაობა და თქვენ თავს უსურვოთ ბევრი საინტერესო და შემეცნებითი ვიდეო რგოლები გადაგვეღოს და უბრალოდ კარგად ვიყოთ. კარგად, აბა წავედი ხა, მივხედავ, დავრეკავ ჩემ დისპეჩერთან, ელოდება, ეხლა ელოდება როდის მომწევს ტვირს და შევუდგებით. კარგად, შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში.